არა, კითხვის ნიშნები არის ძალიან ბევრი ძახილის ნიშანი. ანუ შეუძლია შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას, სასამართლოს ათეულობით ადამიანი დაიჭიროს, ციხეში ჩაყაროს, ისე რომ არავითარი მტკიცებულება არ იყოს. აი ხა სულ ცოტა ხნის წინ დასრულებულ პროცესებზეა საუბარი. შეუძლია ქართული ოცნების ზონდერებს, ქართული ოცნების ტიტუშკებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებად იდენტიფიცირებულ პირებს აქციებზე ადამიანები დაიჭირონ, სცემონ, წამების მიკროავტობუსები გაატარონ, გაუპატიურებით დაემუქრონ და ამაზე პასუხისმგებელი არ იყოს არავინ. არავინ საერთოდ 0. არავინ არ არის დაკითხული, არავინ არ არის დაკავებული, არავინ არ არის პასუხისგებაში მიცემული და ამის პარალელურად ნებისმიერი მოქალაქე, ვინც პროტესტზე გამოდის აღშფოთებული, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლიათ ესე ხელის დაცვა და დაიჭირონ. ეს არის ქართული ოცნების სამართალი. ამას აღარ ქვია შერჩევითი სამართალი, ეს არის აღვირახსნილი პოლიტიკური დევნა. ანუ ერთ შემთხვევაში პოლიციელი გვევლინება ქართული ოცნების ლოგიკით აბსოლუტური პრივილეგიით დაცულ პერსონად და მეორე შემთხვევაში იგივე პოლიციელები ჟურნალისტებს თავს უხეთქავენ, იგივე პოლიციელები ადამიანებს იტაცებენ, გაუპატიურებით ემუქრებიან, იგივე პოლიციელები ტიტუშკებს მიაცილებენ. ამაზე პასუხისმგებლობა არავისი არ აქვს. ერთ შემთხვევაში ამბობენ, რომ პოლიციელთან წინააღმდეგობა ჯაჯგური უნდა დაისაჯოს რამდენიმე წლით პატიმრობით და მეორე შემთხვევაში ქართული ოცნების ტიტუშკები პოლიციელებს თავში ბოთს რომ ესვრიან. სახეში ყბაში ურტყამენ ეს ჩვენ ნახეთ მელიქიშვილზე, ხო ეს კადრების არ არის ჩემი მოგონი. აი ამ შემთხვევაში ამ ტიტუშკების პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დგებოდეს. ეს არ არის სამართალი. ეს არის აღვირახსნილი პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. შესაბამისად, თუ ამ ქვეყანაში უნდა მოხდეს სიტუაციის სტაბილიზაცია, კანონმა უნდა იკანონოს. კანონმა იკანონოს ნიშნავს, რომ დაისაჯონ ყველა ის პოლიციელი, ყველა ის გდდ-ის თანამშრომელი, ყველა ის ტიტუშკა, ყველა ის ზონდერი, ვინც მოქალაქეებზე ამდენი წლის მანძილზე სრულიად ყოველგვარ პასუხისმგებლობის გარეშე პოლიციის მწვანე კორდონით არა მხოლოდ ძალადობს, წამებას აქვს მათი მხრიდან ადგილი მრავალ შემთხვევაში. აი, მათ პასუხისმგებლობის საკითხი რო დადგება, ამის შემდეგ ვიმსჯელოთ, ჰქონდათ თუ არა მოქალაქეებს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უფლება. აი, მათი პასუხისმგებლობის საკითხი რო დადგება და ყველას სამართლიანად მიეზღება, ამის მერე თუ ვინმე მოქალაქე შეეცდება პოლიციის კანონიერ ქმედებებს წინააღმდეგეს, აი მერე ვისაუბროთ მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე. მაგრამ ეს სად არის? ერთი მხრივ პოლიციას კონდეს უფლება ადამიანები აწამოს, სცემოს, უკანონოდ დაიჭიროს, ნარკოტიკი ჩაუდოს და მეორე მხრივ ამავე პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა თურმე სამარცხვინო საქმე ყოფილა, ამავე პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა თურმე დასაჭერი საქმე ყოფილა. ბექა, თქვენ ნახეთ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფები, რა შეგიძლიათ გითხრათ ამასთან დაკავშირებით, რას ამბობენ ისინი და რა გზავნილი აქვთ თუნდაც, არ ვიცი, საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს ამბავი ახლა არის მთავარი განხილვის თემა. Ну, რა თქმა უნდა, ხა დღის მანძილზე და არაერთი კომენტარი მივეცი ამასთან დაკავშირებით თქვენს ეთერებში მქონდა საუბარი, ბუნებრივია მხნედარიან და ჩვენ ხვალ სასამართლო პროცესი გვაქვს. Ну, ეს ბიზნესმენშვილის ხელში სასამართლო რადაც არის ქცეული, ყველამ კარგად ვიცით. და იქაც ძალიან მკაფიო პოზიციებს დააფიქსირეთ.